ჯონ სპენსერ ჩერჩილ გესტი. იეზიდები. ბრძოლა თვითგადარჩენისათვის. პროექტის ხელმძღვანელი, წიგნის ქართულ ენაზე თარგმანის ინიციატორი და გამოცემის დამფინანსებელი თემურ მამთაჯი. პროექტის კოორდინატორი ჯემალ ახოიანი. გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით ილონა მამთაჯს, ლევან მამთაჯს, იური მამთაჯს და დიმიტრი ფირბარს. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ. რედაქტორები გიორგი ლობჟანიძე, ელზა ნაბახტეველი. დიზაინერი ბესიკ დანელია. კითხულობს გიორგი კაჭახიძე. ხმის რეჟისორი იპოლიტე ხვიჩია. ჩვენი ახლობელი ხალხი, რომელსაც ეს წიგნი ახლებურად დაგვანახავს. ეს წიგნი ქართველებისთვის ძალიან ახლობელი, მაგრამ ფაქტობრივად უცნობი ხალხის შესახებ მოგვითხრობს. უცნობის იმიტომ, რომ მიუხედავად თბილისში და საერთოდ საქართველოში დიდი ხნის წინათ დასახლებულ იეზიდებთან ჩვენი მჭიდრო სოციალური ურთიერთობებისა, ჩვეულებრივ სპეციალისტების გარდა ბევრი არაფერი ვიცით მათი წარმომავლობის, ისტორიისა და დრამატული ბედისწერის შესახებ. ბედისწერისა, რომელმაც იეზიდების ერთი ნაწილი თავის დროზე კავკასიაში და კერძოდ საქართველოში გადმოისროლა. მას შემდეგ ამ მუყაით ხალხს არსებითად მათი კარნავალური, ფასადური იერსახით ვიცნობთ და არა მათივე თვითმყოფადი კულტურისა და რელიგიის მეშვეობით. თუმცა ეს არც არის გასაკვირი, რადგან იეზიდებზე მსოფლიო მასშტაბითაც კი ძალზე ცოტა სპეციალისტი მუშაობდა და შესაბამისად მცირეა სამეცნიერო ლიტერატურა ამ თემაზე. უფრო მცირერიცხოვანი კი ის სამეცნიერო პოპულარული ნაშრომებია, რომლებიც იეზიდებს მათს ეროვნულ თვისებურებებს, ისტორიას, რელიგიასა თუ ყოფით კულტურას ფართო მკითხველისათვის გასაგებიანითა და ხელმისაწვდომი ფორმით განიხილავს. ამ მცირერიცხოვან ნაშრომებს შორის უკვე ჟანრის კლასიკად არის აღიარებული წინამდებარე წიგნი, რომლის ქართულ თარგმანსაც დღეს დიდი სიხარულით ვთავაზობთ მკითხველს. წიგნის ავტორი, ინგლისელი არისტოკრატი ჯონ სპენსერ ჩერჩილ გესტი დაიბადა 1913 წლის 14 მაისს ლონდონში. უიმბორნის გრაფის გენერალ-ლეიტენანტ კრისტიან ჰენრი ჩარლზ გესტისა და გრაფინია ფრენსის ჰენრიეტა ლიტელტონის ოჯახში და იყო ამ ოჯახის ერთადერთი ვაჟიშვილი. მისი დიდი პაპა მელბურნის პრინცი იყო. მამამისი კი ღვიძლ ბიძაშვილად ეკუთვნოდა ინგლისის პრემიერ-მინისტრს, სერ უინსტონ ჩერჩილს. ასეთი წარმომავლობის და ამგვარ არისტოკრატულ გარემოში აღზრდილმა ყმაწვილმა თავის დროზე შესანიშნავი განათლება მიიღო და ჩამოყალიბდა კომერციისა და საბანკო საქმის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად, არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, ინგლისში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც მას უკვე კემბრიჯის უნივერსიტეტის ტრინიტი კოლეჯის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულს ჰარვარდში პოსტმაგისტრატურის გავლამაც მოუწია. ჰარვარდის დამთავრების შემდეგ ჯონ გესტი ხდება უოლ-სტრიტზე მდებარე მსხვილი საბანკო საინვესტიციო კომპანიის კუნ ლობენ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე. აქ ის 1999 წლამდე პენსიაში გასვლამდე დარჩა. თავიდან როგორც აღნიშნული კომპანიის პარტნიორი, ხოლო შემდეგ მისი აღმასრულებელი დირექტორი, ინდუსტრიის ტრანსპორტირებას უძღვებოდა. მან მთავარი როლი ითამაშა პენ ცენტრალ რკინიგზის რესტრუქტურიზაციაში. მივლინებული იყო ჰონგ-კონგში იმ გადამზიდავი იმპერიის გადასარჩენად, რომელიც ჰონგ-კონგის მომავალ მმართველს თუნგ ჩი ჰვას ეკუთვნოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გესტი ირიცხებოდა ბრიტანეთის არმიის რიგებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიასა და ახლო აღმოსავლეთში და ამ პერიოდის ენობრივი გამოცდილებები მან შემდგომ თავისი ინტელექტუალური და სამეცნიერო მოღვაწეობისას გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ დედის მხრიდან ჯონ გესტი იყო შთამომავალი დიდი ბრიტანელი არქეოლოგის, სერ ოსტინ ჰენრი ლეიარდისა, რომელმაც აღმოაჩინა ნინევის ნაშთები და ასურბანიფალის ბიბლიოთეკა. ძველი კულტურებისადმი მემკვიდრეობითი ინტერესი ჯონ გესტის მოღვაწეობაში ახლებური ფორმით გამოვლინდა. 1966 წელს ლეიარდის სამეცნიერო მარშრუტის კვალს გაყოლილი გესტი ბედმა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, შორეულ მთებში შეხიზნულ ერთ პატარა სოფლამდე, ყურუ-ქავაქამდე მიიყვანა.
ასე გაიცნო ამ სოფლის მკვიდრი იეზიდები, რომელთაც სოფელში წყლის გაყვანილობის სისტემის მოწესრიგებაში დაეხმარა. კარგ ახალს დარჩა მათთან, გაიცნო ეს არაჩვეულებრივი ხალხი, შეისწავლა მათი ისტორია, მატერიალური თუ ნივთიერი ყოფა, მათი რელიგია და რწმენა წარმოდგენები. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ყოველივე ამას თავი მოუყარა წიგნში იეზიდები, რომელიც პირველად ამ სათაურით 1987 წელს დაისტამბა და ინგლისურენოვან მკითხველებში დიდი პოპულარობაც მოიპოვა. შეიძლება ითქვას, რომ ინგლისურენოვანმა სამყარომ და შესაბამისად მთელმა მსოფლიომ ჯონ გესტის ამარაჩვეულებრივი ნაშრომის მეოხებით ხელახლა აღმოაჩინა იეზიდები. მანამდე თითქოს ღვთისგანაც და კაცისგანაც მივიწყებული ხალხი, რომელსაც თავისი ეროვნული და რელიგიური თვითმყოფადობის გადასარჩენად უამრავი ქარტეხილის გამოვლა, შინაურთულ გარეშე მტრებთან გამკლავება მოუწია და მაინც ამ ყველაფრის მიუხედავად დღესაც აგრძელებს უაღრესად საინტერესო არსებობას, საკუთარი ცხოვრების დრამატულ ზეიმს. რასაკვირველია, წინა სიტყვაობაში არ ვაპირებთ დეტალურად გადმოვცეთ ჯონ გესტის ნაშრომის შინაარსი, რომელიც იეზიდების ისტორიისა და დღევანდელობის თითქმის ყველა ასპექტს მოიცავს და მკითხველს ამ ხალხის თავისებურებებს დეტალურად, შესაშური სკრუპულოზობითა და მეცნიერული კეთილსინდისიერებით აცნობს. აქ მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოვიფარგლებით, რომ მიუხედავად ნაშრომის მეცნიერული სანდოობისა და მისი კვლევითი სიღრმეებისა, ტექსტი სათავგადასავლო რომანივით ლაღად და დიდი ინტერესით იკითხება. და რაც მთავარია, მთელი ეს კონცეფტი, სამეცნიერო სტილისტიკის სიმძიმისა და ბელეტრისტული სილაღის ორიგინალური შერწყმა, დიდი ოსტატობით არის შენარჩუნებული ქართულ თარგმანში, რომელიც ინგლისურენოვანი ლიტერატურის ჩინებულმა მთარგმნელმა ქეთი ქანთარიამ შეასრულა. ქეთი ქანთარიას თარგმანით აღფრთოვანებულმა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არც ამ არჩევანში შემწყდარან საქართველოში იეზიდური თემის ინტელექტუალური და მატერიალური მესვეურები, ბატონები თემურ მამთაჯი და ჯემალ ახოიანი, რომელთაც ჯონ გესტის ნაშრომის მათ მიერ საგანგებოდ მოძიებული ინგლისური ეგზემპლარის ქართულად თარგმნა სწორედ ასეთ არაჩვეულებრივ პროფესიონალსა და მოქართულეს ანდეს. მკითხველი, რომელიც ამ თარგმანს გაეცნობა, ჩემი ნათქვამის სიმართლეში თავად დარწმუნდება. საერთოდ კი დიდი იმედი მაქვს, რომ ჯონ სპენსერ გესტის იეზიდების ქართული გამოცემაც იმავე შთაბეჭდილებას მოახდენს ქართველებზე და იეზიდებისა და იეზიდური კულტურის მიმართ ისეთივე ინტერესს გამოიწვევს, როგორიც მსოფლიოში ამ წიგნის ინგლისური ორიგინალის გამოჩენას მოჰყვა. გიორგი ლობჟანიძე, პოეტი, მთარგმნელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.